Იაში პოლიტიკოსი ინტერვიუს ვიწყებთ მასთან, მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩემს სტუმარი, გილოცავთ ახალ წელს. ასევე მრავალ წელს. ძალიან დინამიკურად დაიწყო ეს წელი. ბატონ დიმა და გახსენდებათ ამდენად საინტერესოდ დაწყებული წელი. აი 2 იანვარი იყო მადუროს მოტაცება რა ალბათ სწორი სიტყვა არ არის, მაგრამ მისი მოშთობის ოპერაცია. სწორედ ვენესუელითაც დავიწყოთ თუ გლებათ, მაგრამ ჯერ ზოგადი კითხვა, ასე დინამიკურად დაწყებული წელი გახსენდებათ თუ არა? მე არ მახსენდება, ნუ შეიძლება ალბათ ისტორიაში მსგავსი კატაკლიზმების პერიოდი იყო, ესეთი დრამატული ცვლილებების პერიოდი, მაგრამ ნუ ჩემს მეხსიერებაში ნაკლებად არის და ყოველ შემთხვევაში ესეთი, ასე ვთქვათ, უფრო ვიტყოდი სისტემური ტრანსფორმაციის პერიოდის დაწყება მთელ მსოფლიოში. ეს არის გარდა იმისა, რომ ვენესუელაში მოხდა რაღაცა კონკრეტული ფაქტი, ამის გარდა უკვე იცვლება თითქოს სისტემურად იცვლება მსოფლიო წესრიგის რაღაცა გარკვეული თამაშის წესები. წინა წესრიგი თითქოს აღარც არსებობს, ხო, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩამოყალიბებული და რაღაც ცივი ომის პერიოდში არსებული. ან ინგრევა თუ გლებათ ასე. ან ინგრევა, ან საკმაოდ შერყეულია და საბოლოო ჯამში რაფორმას მიიღებს ძალიან რთული სათქმელია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ინტერესებშია, რომ გარკვეულწილად დარჩეს ის ნორმებზე ორიენტირებული საერთაშორისო სამართლის სისტემები, რომელსაც დავრჩი ძალიან ბევრი ხარვეზები ქონდა, მაგრამ ამ სისტემაში ჩვენი როგორც საქართველოს პატარა ქვეყნის გადარჩენის შესაძლებლობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე იმ სისტემაში, რომელიც შეიძლება დადგეს, სადაც დღევანდელი თეორიული ასეთ ახსნებით ეს ვესტფალის წინა პერიოდის მსგავსია, რომელიც უფრო ნეოფეოდალურს გავს, ნეოსამეფოების სისტემის, რომელშიც უფრო სხვა კატეგორიები და სხვა ასე ვთქვათ, ცვლადებით ხდება ანალიზის გაკეთება, ვიდრე მაგრამ ერთის მხრივ მე გითხრებით რა საკვირველია, იქნება და ჯობდა ან ჯობს რომ დარჩეს ის ძველი დავარქვათ ერთოსკვერის დეპარტამენტის სისტემა არსებული თუ გლებავთ, მაგრამ იმ სისტემას პატივს არ სცემენ უკვე რახანია განსაკუთრებით არადემოკრატიული სახელმწიფოები მათ და სწორედ მათ რუსეთმა 2008-ში მე თვითონ გითხავთ უფრო მანამდეც, მაგრამ ოკეი ავიღოთ საწყისად 2008, მე 14, მე 22, ხო? მათ დაარღვიეს და უკვე ხა ტრამპის კრიტიკა, რომელსაც აქვს გარკვეული საფუძვლები, რასაკვირველი ტრამპის ადმინისტრაციის ტრამპუშულ პრეზიდენტ ტრამპ, მაგრამ თუ არღვევს ის და ჩიჩინით ვერაფერს ვერ გავხდი, რომ ის დამებრუნებინა საერთაშორისო სამართალში, ანუ რუსეთი, ჩინეთი და ასე შემდეგ, მაშინ მოდი მეც ვიქნები ისეთი, როგორიც ვიყავი ვენესუელაში, თუმცა ვენესუელაში მე არ მგონია რომ ის მაინც და მაინც ცუდად იმოქმედა პრეზიდენტმა ტრამპმა, იმიტომ რომ იქ მოხდა ერთი ლიდერის და მთავარი ლიდერის დატყვევება, გადაყვანა, ცუდისნაარი, მაგრამ მაინც შენარჩუნებულია ის რეჟიმი უნდა ვთქვა თქვენის დეპარტამენტით, მაგრამ მაინც და ვენესუელა ელის რას? აი მე უკვე რეალური დემოკრატიული ცვლილებები მოხდება კი? გეთანხმებით, რომ ვენესუელას შემთხვევა არ არის ის რამაც პრინციპში შეიძლება ვთქვათ, რომ შეცვალა. იმიტომ რომ ჩვენ მსგავსი, ასე ვთქვათ, არადემოკრატიული რეჟიმების წინააღმდეგები გვახსოვს, თუნდაც აი არსებულ საერთაშორისო ლიბერალურ წესრიგშიც კი, ხო, ვთქვათ, ესე ვთქვათ, ერაყის თემა იქნება, რომელიც უფრო ღრმა და ფუნდამენტური იყო, ან ვთქვათ, სხვა ლათინურ ამერიკაში მიმდინარე პროცესები, რომელსაც ქონდა, რომელსაც ძალიან სადავო იყო და იყო ამაზე დებატები, მაგრამ აქ უფრო მე ვფიქრობ, რომ ვენესუელის შემთხვევა უფრო მაგალითი იმის თუ როგორ იწყება იმპლემენტაცია ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უსაფრთხოების კონცეფციის, რომელიც სხვა ჩარჩოს ალაგებს. ანუ ეს არ არის გეოპოლიტიკური შეჯიბრება დემოკრატიულ საზოგადოებასა და ვთქვათ ავტორიტარის შორის, რომელიც აქამდე იყო, რომელსაც კიდევ ერთხელ არ ქონდა ძალიან სრულფასოვანი და სრულყოფილი არ იყო, ბევრი ხარვეზები ქონდა, ბევრ ამაში ვერ ეწეოდა იმას, რომ ასე ვთქვათ ეს მზარდი ავტოკრატიები, გაძლიერებული ავტოკრატიები გამოწვევებს უყენებდნენ ამ ლიბერალურ სისტემას, მაგრამ მაინც მეტნაკლებად რაღაც საერთაშორისო სამართლის სისტემაში რჩებოდა და დღეს ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არა თავისთავად ვენესუელა როგორ წარმოჩინდა და რა ინტერესებით განხორციელდა ეს ქმედება, ეს კი არ არის თავი გამოწვევა დღეს. მიუხედავად იმისა, აქაც ბევრი კითხვებია და ეს კითხვები ისტორიულად გაგრძელდება, ხო, ვთქვათ სამომავლოდაც. აქ არის საუბარი იმაზე, თუ როგორი იქნება მაგალითად ევროპას და ამერიკას შორის ურთიერთობები, რომელიც უზარმაზარი გამოწვევის წინაშე არის და მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის, რომელსაც ერთის მხრივ ძალიან პროევროპული საზოგადოებაა და ძალიან პროევროპული სახელმწიფო და მეორე მხრივ სახელმწიფო ამჟამად ნაკლებად, მაგრამ თვითონ საზოგადოება და ჩვენი პროტესტი ზუსტად პროევროპულია და მეორე მხრივ ძალიან პროდასავლური ამერიკანიზაციის, ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის კულტურა, ესე ჩვენი სტრატეგიული მიმართულება იყო. აი აქ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, უსკრული არა, მაგრამ ძალიან დიდი გაურკვევლობაა და ბზარები გაჩნდა, რომელმაც ძალიან შეიძლება შეარყევოს ის სისტემა და ის ჩვენი
ეროვნული ინტერესი, რომელზეც სამყარო ჩვენი ინტერესი ხო მხოლოდ გეოპოლიტიკური არ იყო, ჩვენ იყო უსაფრთხოება, მაგრამ ჩვენ იყო დემოკრატიული სამართალზე და ადამიანის უფლებების დაფუძნებული საზოგადოების შენობლობა, რომელისკენაც ჩვენ მივიწოდით, ჩვენი ორიენტირები ყავდა როგორც ევროკავშირი, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათ შორის დისონანსი, მათ შორის ისეთი საკითხი გამოწვევა, როგორც გრენლანდიის საკითხი, რომელიც ძალიან ამწვავს ამ სიტუაციას, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ზოგადად ნატოს არსებობა, რომელიც ჩვენი კონსტიტუციური ნორმაა, ხო? ანუ რას გულისხმობ? თავისთავად შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან მე იმედი მაქვს, რომ ახლა ამ მომდენო კვირაში თუ არ ვხვდები, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის დანიაში და მე ვფიქრობ, რომ რაღაცა გადაწყვეტილებამდე მივლე, მე ვფიქრობ, ორივე მხარის ინტერესია, მაგრამ არ გამორიცხავთ პრინციპში გარკვეულ თუ მართებული სხვა ინტერვენციასაც კი. მე არა, თვითონ არ გამორიცხავ, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ციტირება შეგვიძლია თქვა, მაღალი დონის და საშუალო შედარებით საშუალო დონის ოფიციალური პირების, რომელიც ამბობენ, რომ ეს შესაძლებელია ეს განიხილება. მაგრამ თავარი ამ შემთხვევაში არის, მე იმედი მაქვს და თითქმის დარწმუნებული ვარ, აქამდე არ მივა, მაგრამ ის რომ დღეს გრენლანდიაში უკვე არსებობს სამხედრო კონტინგენტი, ის რომ ეს არის ნატოს ქვეყანა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები მას როგორც გარანტიას თავისი უსაფრთხოების აღარ განიხილავს, ეს ნიშნავს, რომ ის კითხვის ნიშანს აჩენს ზოგადად ნატოს როგორც უსაფრთხოების სისტემის ეფექტურობაზე. ხო, თქვენი სებართვით კორექტირებას გავაკეთებ. შეიძლება აჩენს ნატოს ვერსია ეს. დიახ, მაგრამ მეორე მხრივ აი თქვენ ახსენეთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი უსაფრთხოების დოქტრინა. თუ ამერიკის შეერთებული შტატები უბრუნდება მონროს კონცეფციას, მონროს დოქტრინას, არ არის გამორიცხული. მაშინ რა უნდა შესაძლოთ ან თეორიულად მას ოკეან გამოხმა. აი მაგალითად არ არის გამორიცხული რომ ის ჩაერიოს ირანის პროცესებში. თუ ამერიკა არის ამერიკისთვის ან ამერიკის კონტინენტისთვის და არ აინტერესებს ოკეან გამოხმა ევროპასა თუ აზიაში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში. არა, ბოლომდე ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ გარკვეულწილად შეიძლება იმ მასშტაბის ინტერესი არ არის, როგორც ახლა მე დოქტრინის ანალიზი რო გავახვეთო და არა თქვა ჩვენი ინტერპრეტაციის. ანუ იქ არის რა თქმა უნდა, რომ დასავლეთ ნახევარსფერო არის ჩვენი ინტერესების ეს თქვა მთავარი არეალი, მაგრამ ასევე აიდენტიფიცირებულია საფრთხეები, ეს არის ჩინეთი, რომელიც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხეთ არის და გამოწვევად რჩება, ირანი და მსგავსი ტიპის რეჟიმები, რომელიც მათ ანუ ბოროტების ღერძები, ბოროტების ღერძები. ამ შემთხვევაში კი, ანუ დასავლეთ ნახევარსფეროში თუ არის ეს თქვა ფუნდამენტური ინტერესი, აქაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესები, რომელიც მათ უსაფრთხოების სისტემას უკავშირდება, ეს ახლო აღმოსავლეთში იქნება ირანის შემთხვევაში თუ აზია, სამხრეთ აღმოსავლეთ აზია, ჩინეთის შემთხვევაში, იმიტომ რომ ტაივანია, სადაც ასევე ამერიკის ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესებია განლაგებული. ამ შემთხვევაში არის ეს ინტერესები, ერთადერთი რაც ჩვენთვის კიდევ მე საქართველოს პერსპექტივიდან მინდა დავინახოთ, რომ ამერიკის თუნდაც პოლიტიკის ანალიზში თუ ძალიან საინტერესო თავისთავად და ესეც აი თქო განსაკუთრებულად საინტერესო ამ შემთხვევაში აკადემიურ სივრცეში იყო, იმიტომ რომ უზარმაზარ სივრცეს გიტოვებს, აი როგორ მოახდინო ამის ანალიზი, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ვართ ერთის მხრივ ახლო აღმოსავლეთთან ძალიან ახლოს, მაგრამ თითქოს ისეთი სტრატეგიული ინტერესების ველში არ ხვდები და ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა. ქართულმა ოცნება მაქსიმალურად მოახდინა ის, რომ საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა დაკარგა პოზიტიური გაგებით, რომ საქართველოს ამ დასავლური ინტერესების სივრცედან ამოგდებული ყავს. ახლა დღეს ერთადერთი რაც რჩება და ცოტა გავამარტივებ, ცოტა ესე ვთქვა უტრირებულად ვიტყვი, მაგრამ საქართველოს რჩება მხოლოდ ის, რომ ის ახლოს არის ეგრეთ წოდებული თრიფის კორიდორთან, რომელიც უკავშირდება შუა აზიაში მინერალების და თქვა გარკვეული ასე ვთქვათ რესურსების გადაზიდვას, მაგრამ აქ საქართველოს არ არის მთავარი კორიდორი, ეს არის მეორე ხარისხის, რომ შეიძლება დაემატოს ამაზე, იყო რამდენადაც ვიცი ფორმალური და არაფორმალური წინადადება, მაგრამ საქართველოს გარკვეულად არათუ მონაწილე ხდება ამ ტრიფის, არამედ ცდილობს რომ დესტრუქციული იყოს და ჩვენ დავინახეთ როგორ ტარიფების არევის ეცადა რომ თქვა სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ეს მოგვარების ეკონომიკური ესე ვთქვათ ელემენტის დესტრუქცია მოახდინა და ამ შემთხვევაში ძალიან მცირე ჩარევით სომხეთიდან აზერბაიჯანის ოფიციალური პირებიდან და ოფიციალურად თქვა მედიებიდან საკმარისი გახდა რომ ცოტა უკან დაეხია, მაგრამ ამის იქით როგორც ჩანს დასავლეთის ამერიკის ინტერესები საქართველოში არ არის. ხო, კიდე ერთი არის რომელიც ასევე ძალიან საინტერესო, რომელზეც განსაკუთრებული რეაგირება არც ამაზე ქონდა ქართულ ოცნებას, ეს არის ერთგვარი NVIDIA-ს ვთქვათ განთავსების საკითხი, რომელიც ასე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეასრულოს, არ შეასრულოს უბრალოდ საფრთხის როლი, ანუ არ მოახდინოს ამის დესტრუქცია. აი ამ კუთხით ძალიან მინიმალურია და რეგულირება შესაძლებელია ისე, რომ განსაკუთრებული ინტერვენცია არ მოხდეს, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე რაც არის, რომ ამ ვითარებაში, ამ ქართული ოცნების პირობებში საქართველოს ავტომატურად ხდება რუსეთის ინტერესების სფეროში, სადაც კი და ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი ძალიან დასუსტებულია გლობალურად, ძალიან დასუსტებულია ლათინურ ამერიკიდან, პრაქტიკულად
პრაქტიკულად გამოძევებულია, ასე მაღალი ალბათობით დასუსტება ირანშიც ახლა. ირანში პრაქტიკულად აღარ აქვს რესურსი ჩარევის, მაგრამ ირანში იქნება რევანშის აღების სურვილი. რევანშის ბუნებრივი ექნება შესაძლებლობა ექნება თუ არა ეს არის. მათ შორის კავკასიაში, თქვენ ტრიპი ახსენეთ, ესე უნდა გავყოთ თქვენის ნებართვით. კავკასიის 2/3-ში შემოსული ამერიკის ინტერესები. წარმოუდგენელი ამბავი იყო ეს, სომხეთსა და აზერბაიჯანში მათი ურთიერთობების დაალაგებაც იყო წარმოუდგენელი, ამ ცოტა ხნ არც დიდი ხნის წინ და ჩვენ ვიყავით აშკარად დაწინაურებული ქვეყანა, როგორც ამერიკანიზაციის კუთხით, ამერიკის საქშემოყვანის სხვა ისე ევროპის კუთხითაც. ახლა ჩვენ მაჩანჩალა ქვეყანა ვართ, ეგრა მაგის პასუხია შეიძლება ჩიხადაც კი იქცეს ჩვენი შუადერეფის ის ნაწილი, რომელიც ჩვენზე კარგი. მიუხედავად ჩვენ ესე ვთქვა ძალიან მნიშვნელოვანი საზღვაო გასასვლელისა, ოცნება მოახერხა რომ საქართველოს განხადა ასე ვთქვა ძალიან პერიფერიული პროვინცია. აი ამ დიდი გეოპოლიტიკური და რეგიონალური გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს გახდა აი ამ კონტექსტში ძალიან პერიფერიული საკითხი და მაგითო დავარქვი ივანიშვილს ასე ვთქვა პროვინციული ფეოდალია. ანუ ის პროვინციის ფეოდალია, რომელიც ძალიან მინიმალურ როლს ასრულებს ამ თუნდაც რუსეთთან ურთიერთობაში, ისიც იქა ძალიან ღრმა პერიფერია. აი ეს არ არის ლუკაშენკოსავით ვერ იქცევა ის როგორც რაღაცა შეიძლება თავის პირობები ქონდეს პუტინთან ურთიერთობაში. აი ძალიან პერიფერიულია და ეს უზრუნველყოფდა სხვათა შორის. მიუხედავად იმისა, გარკვეული განცხადებები იყო ოცნების მხრიდან, ეს სტრატეგიული სიჩუმე და სტრატეგიული სიჩუმე დღეს, რომელიც აი ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება იჩენს, ეს არის ცალსახად, რომ აი ამ турბულენტურ სისტემაში რუსეთი, რომელიც დღეს ყველგან დასუსტებულია, იქ სადაც აქ გარკვეული რესურსები, იქ განსაკუთრებულად წვავით მოახდენს თავის რეაგირებას და ესეც თვლომენ, რომ ასე ვთქვათ, ასიამონ რუსეთი თავისი სიჩუმით, რომ არ მიცენ საშუალება ვინმეს, რომ აი აქ რაღაცა ეს გამხეცებული ან რომელიღაც ეტაპზე გამხეცებული იქნება, რაც უფრო მეტად შეავიწროვებენ სულ გლობალურად, მით უფრო აგრესიული გამხეცებული იქნება და ხო და მით უფრო სუსტ ქვეყნებს, რომლებიც იოლი მოსანადირებელია, მაგალითად საქართველოს, რომელიც ვერ უბედავს, არ უბედავს, სამშობლო მაგრამ რა არგუმენტაცია აქვს რომელიმე მაღალჩიროსას ქართული ოცნებისა და უშუალოდ ბიზინა ივანიშვილს შესაბამისად უფრო იოლად მოინადავლებს. პრაქტიკულად ესენი აძლევენ საშუალებას, რომ მე შენთან ვარ დაახლოებით ეს არის. აი ეს სიჩუმე ეს არის, როდესაც არ აქვს პოზიცია, როდესაც არ ცდილობ, მაგალითად დღეს განსაკუთრებულად საქართველოს უსაფრთხოების კონტექსტი, მაშინ როდესაც აი კითხვის ნიშანი ჩდება ნატოს მომავალზე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ევროპასთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ საქართველო ბუნებრივად ევროპის კონტინენტური ევროპის ნაწილია, შავ ზღვის ნაწილია და ამ ნაწილში, მაგრამ როდესაც ამაზე არ საუბრობ, ესე იგი, ამის ნაწილი არც გინდა იყო და შესაბამისად რჩები ისე რუსეთის გავლენის ქვეშ. როდესაც არ საუბრობ დღეს ტრიპის კორიდორზე მიერთებაზე, რომ ეკონომიკური ინტერესი გაუჩინო ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელსაც შენი უსაფრთხოება მაგით უნდა უზრუნველყოს შენთან ეკონომიკური ინტერესები გაჩნდეს, ესე იგი კიდე აქაც ცდილობ, რომ აირიდო ტრიპის კორიდორი, აირიდო ეს მაგურებელს უთხრათ, რომ აი მაგალითად და უკვე დამდგარი 2026 წლის ბიუჯეტში, სახელმწიფო ბიუჯეტში, ესენი რომ იქადდებოდნენ და თავს გვაწონებდნენ, რომ აი ანაკლი სპორტის 51% მფლობელები არიან და ერთი ჯგუფი გაუშვეს და მეორეთი რაბად მოვიდნენ და მე ჩნდილებსა თანაც ახალშეკრულება გააფორმეს, ამაზე ვილაპარაკებთ ოდნავ მოგვიანებით დღეს არა სხვა გადაცემაში. ხო 50 მილიონი ლარი, ანუ 17 მილიონი დოლარია გათვალისწინებული, როცა ჩვენ გვჭირდება მეტი და მეტი ინვესტიცია, რომ ჩვენი მისია, ფუნქცია, მათ შორის შუადერეფის რკინიგზის მოდერნიზაციაზე აღარაფერს აღარ ვაბობ. ბატონ დიმა და ასე შემდეგ თქვენის ნებართვით 1 წუთით დაგაბრუნებთ საერთაშორისო კონტექსტში, უბრალოდ 2 წუთით. ჯერ ისევ გრენლანდიაზეა ტრამპმა რამდენიმე ხნის წინ თქვა, რომ მე არაფერს არ ყიდვას არ ვაპირებო, რუბიო აგეთ თქვენ თქვის არ იყოს ჩადის შემდეგ კვირაში დანიაში, იქ გაიმართება ფრიად საინტერესო შეხვედრები და მეც იმეც ვიტოვებ, რომ მხარეების პოზიციები დაახლოვდება ამ საკითხთან დაკავშირებით და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. სხვა შორის ამის იმეც მაძლევს მე პარიზის შეხვედრა სხვა კონტექსტია ის, მაგრამ იქ ვიტკოფი, მაკრონი, ზელენსკი, პრინციპში ამერიკელთა თანხმობა გულ აყრა შეერთებული შტატებისა პუტინის მიმართ, პუტინის წყვილებისა და გამო ნავთობზიდების დაკავება და ბევრი რაღაც თემაა, რომელიც პარალელურად შეუძლია ყველაფერს ვერც მიმოიხილა, მაგრამ ტრამპის იმ განცხადებაში, რომელზეც ვახსენე, იყო თქმული შემდეგი რაღაცა, რომ მე ვერ დავუშვებ, რომ ჩინეთი და რუსეთი იყვნენ ესე ახლოს გრენლანდიასთან, იმიტომ რომ იქ არის წყალქვეშა ნავები და ჩინეთსა და რუსეთს ალბათ მაინც ჰიბრიდულად, ეხა იქ ისინი ალბათ ოკუპაციას არ აპირებენ, აქვთ სურვილი რომ შევიდნენ გრენლანდიაში, ვერ დაიჭირეთ ლოგიკა ამაში.
არა, ლოგიკას ვიჭერ, უბრალოდ კიდე რის თქმა მინდა, რომ სავარაუდოდ პრინციპში ამას არავინ არ უარყოფს, მათ შორის არც დანია და არც ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომ ლეგიტიმურია ინტერესი ამერიკის შეერთებულ შტატებში გააძლიეროს თავისი უსაფრთხოების მექანიზმები გრენლანდიაში. ამაზე საუბარი არა, უბრალოდ აქ არის ჩემი აზრით კითხვის ნიშანს, რაც აჩენს და ჩვენთვის, მე ვუბრუნდები საქართველოს პერსპექტივიდან უყურებ ამას, იმიტომ რომ მე მგონია რომ მეტნაკლებად როგორც დანია, ისე ამერიკის შეერთებულ თავის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ასე თუ ისე, როგორი კატაკლიზმიც არ უნდა იყოს, ჩვენ ვრჩებით ამ შემთხვევაში ცალსახად რუსეთის გავლენის ქვეშ და აი ეს მაშინ ის რომ მათ აქვთ ინტერესი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ლეგიტიმურია, მაგრამ ის რომ ამერიკის შეერთებულ შტატები აღარ ენდობა ნატოს და თავისი უშუალო კონტინგენტის გაზრდა უნდა ამ ტერიტორიაზე, ეს არის გარკვეულ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო კითხვის ნიშანი, რომელსაც განვითარება დაგვანახებს როგორი იქნება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვაჩვენებს, რომ ეს დისონანსი, რომელიც ნატოს შიგნით შეიძლება მოხდეს და ამას დანის პრემიერ-მინისტრად თქვა, რომ ის თუ იქნება სხვა გზა, ვიდრე ასე ვთქვათ, მოლაპარაკებით გადალახული ეს საკითხი, მაშინ ეს ნიშნავს ნატოს დასრულებას. ანუ ნატოს დასრულება კითხვის ნიშანი დაისვა არა ნატოს ოპონენტების მხრიდან, არამედ ნატოს წევრების მხრიდან. და ეს ძალიან რთული ეტაპია საერთოდ გლობალური უსაფრთხოების კუთხით, მათ შორის ჩვენთვის, რომელიც ჩვენს გრძელვადიან უსაფრთხოების ასე ვთქვათ, პერსპექტივას უკავშირებით ნატოში ინტეგრაციას და ეს იყო. და აქამდე თუ ჩვენი ბოლო პერიოდამდე, როდესაც პრაქტიკულად მოშალა უსაფრთხოების სისტემა ოცნება, მან აქამდე ჩვენი უსაფრთხოების სისტემა თუ რამეზე იყო დაფუძნებული, მათ შორის ეს იქნებოდა სამხედრო აღჭურვა თუ სამხედრო მომზადება, ეს იქნებოდა სადაზვერო ინფორმაციები და ამჟამად ეს იყო ნატოს, ასე ვთქვათ, ნატოსთან ინტეგრირება, ნატოსთან დაახლოების, ან ნატოს წევრი ქვეყნებთან თანამშრომლობის კუთხით იყო და აქედან იყო ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი. ბოლო პერიოდამდე, ეხლა როგორც ჩანს, რუსეთის სპეცსამსახური უზრუნველყოფს ამას, მაგრამ ამიტომაც ჩვენ გვჭირდება საქართველოს ჭირდება დღეს აი ამ რთულ პერიოდში, ძალიან რთულ პერიოდში, სწორად მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, სწორი აქცენტების გაკეთება. ერთი, თუ იქნება ახალი რეგიონალური უსაფრთხოების კონცეფცია და ამაზე საუბარი მიდის, ეს იქნება შავი ზღვის კუთხით იქნება თუ ფართო ევროპული, საქართველოს ამის მონაწილე უნდა იყოს. თუ იქნება და არის კიდევაც რეგიონში გარკვეული და ძალიან მკაფიოდ გამოხატული ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური ინტერესები, რომელმაც ასე ვთქვათ, ჩვენი ასე ვთქვათ, საერთო უსაფრთხოების სისტემაც უნდა უზრუნველყოს, ეს არის ჩვენ ამის ნაწილი უნდა ვიყოთ. ანუ ჩვენ აბსოლუტურად თამაშგარეთ ვართ ახლა დარჩენილები, ჩუმად ვართ მიყუჩებულები, იმისთვის რომ მაგ შეიძლება მაქსიმალურად მოვაწონოთ თავი რუსეთს, რომელსაც პრაქტიკულად არსად აღარ დარჩა გავლენის სფეროები, ერთადერთი ასე ვთქვათ, ბელორუსია და საქართველო. პრაქტიკულად აქამდე მივედი. კი, მივედით აქამდე და პირველ ყოვლისა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ გადაიკიდა და არასრულებს კრიტიკასაც არ არის სწორი სიტყვა ალბათ ლანძღვას ევროკავშირის სივრცისა მე პრაქტიკულად ვერ ვხედავ შესაძლებლობას რომ აღდგეს ამ ხელისუფლებასთან ევროკავშირის ურთიერთობა. პრაქტიკულად ეს რასაც ვlabარაკობ, ამის გაკეთების უნარი აღარ აქვს. გამორიცხულია. მათ არავინ არ ენდობა ართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ სერიოზული საუბარი დაიწყოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში არ ენდობა. აქვს თუ არა ბიზნეს ივანიშვილს ისე არ გაუკრიტიკებიათ კი ცალკეული პასაჟები ჩვენ მოვისმინეთ ნახეთ და მივაქციეთ თვალყური, მივაქციეთ ყურადღება ივანიშვილისა და არა მხოლოდ მისი, მაგრამ აქვს თუ არა ივანიშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგების რამ იოტის ოდენა შანსი და რასაც ირანთან დაკავშირებით ამბობს პრეზიდენტი ტრამპი. ოკეი, არა ტრამპი, არამედ სხვა. იტყვის თუ არა საქართველოსთან იმართებაში, რომ თქვენ იბრძვით თავისუფლებისათვის, აგებართლა 400 დღეათ, მაგრამ ეს თუ არ კი, ცოტა სხვა, მე ჩემი აზრით ორ სხვადასხვა ერთმანეთს შევხედოთ. რას გულისხმობს ივანიშვილი დალაგებას და რას გულისხმობთ ჩვენ მე და თქვენ საუბრობთ ერთ და იგივე დაახლოებით, ნიუანსებში განსხვავებული, მაგრამ ერთ დალაგებას რომ აღვადგინოთ ეს სტრატეგიული თანამშრომლობა. მე მგონია რომ ივანიშვილი რასაც ცდილობს აღადგინოს, უბრალოდ დაალაგოს ურთიერთობა, ნიშნავს რომ აღიარებინოს, აღიარებინოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, აღიარებინოს, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, რუსეთის გავლენის სფერო და ითანამშრომლობს ისე, როგორც თანამშრომლობენ პერიოდულად, მაგალითად ბელორუსიასთან. დაახლოებით ეს არის ბელორუსიასთან თანამშრომლობენ ისე და იქ ავალდებულებენ სწორი სიტყვა ალბათ, რომ პოლიტბატმები გამოუშვას და ეს ალბათ მაგისთვისაც ზათ იქნება, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ აღიარებენ მას, როგორც ასე ვთქვათ, ქართულ ლოკალურ სუვერენს, ანუ ასე ვთქვათ, პროვინციულ ფეოდალს, მაგრამ ასევე რუსეთის გავლენის ქვეშ, რომელსაც ექნება ავტორიტარული სისტემები, დემოკრატიაზე პრაქტიკულად არანაირ ფოკუსი, მაგრამ იმისთვის რომ რაღაცა გარკვეული, ასე ვთქვათ, რევერანსი გააკეთოს, ამისთვის ზათ იქნება სავარაუდოდ, რომ რაღაცა გარკვეულ დათმობაზე წავიდეს. ეს არის მისეული დაალაგება. ჩვენეული დაალაგება არის, რომ მოწყდეთ რუსეთს და უზრუნველყოთ ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესი გაჩნდეს და სტრატეგიული ინტერესი რას უკავშირდება? ერთი ირანის, ასე ვთქვათ, ნეიტრალიზებას, ამაში საქართველოს შეუძლია პოტენციურად ითამაშოს როლი ეკონომიკურ საკითხებში, როგორც არის, ვთქვათ, შუა აზიის, ასე ვთქვათ, მინერალების ტრანსპორტირება და შუა კორიდორის განვითარება, აქ საქართველოს შეუძლია უნიკალური არა, მაგრამ
მაგრამ მნიშვნელოვანი მონაწილე გახდეს ამ დიდი რეგიონალური ასე ვთქვათ კონფიგურაციის მნიშვნელოვანი მონაწილე გახდეს უფრო საინტერესო გახდეს ეს რეგიონალური თრიფის პროექტი იქნება თუ შუა კორიდორის და შეთავაზოს ეს დასავლეთს როგორც თავისი სტრატეგიული ახალი ფუნქცია და როლი. აი ამ რთულ ვითარებაში და მათ შორის შეიძლება არა ვარ ჩვენ დასავლეთ ნახევარსფეროს ნაწილი, მაგრამ აი ამ სტრატეგიული ხაზის შეიძლება შემადგენელი გავხდეთ, ამას ჭირდება მუშაობა, ამას ჭირდება სანდო პარტნიორობა საქართველოს მხრიდანაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ეგეთი არც ერთი მოლაპარაკე დღეს არ აყავს ივანიშვილს, რომელსაც შეუძლია გააგზავნოს. მე ვიტყოდი, რომ პრინციპში ეს ბოლო ორი დაპატიმრებული მაღალჩინოს, ან უпростоრად საქმე აღზრული, თქვა, ერთი ღარიბაშვილი და მეორე ლიულაშვილი, ესენი იყვნენ ის ბოლო, ვინც მეტნაკლებად სერიოზულად ელაპარაკებოდნენ დასავლეთში. მას მე მათ არ აყავთ არავინ, ვინც სერიოზულად ელაპარაკებს, თუნდაც როგორც ავტორიტარულ რეჟიმს. ფაქტია. სურვილსაც არ გამოთქვამი, რაც თავარი. სურვილსაც არ გამოთქვამი, კიდევ ერთადერთი სურვილი არის, რომ მაგალითად მაშინ როცა შედგება საუბარი და შედგება უახლოს მომავალში უკვე ახალი დიალოგი, თქვა, იგივე უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, აი ამ საკითხში უნდა რომ საქართველოს ჩემი აზრია ეს, მაგრამ გონია რომ უნდათ რომ იყოს რუსეთის ფარგლებს ქვეშ და ამ შემთხვევაში განხილვები როცა იქნება და დიდი ახალი ევროპული საფრთხეების სისტემა გადაწყდება და მე ფიქრობ აი კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა დღეს გლობალური და ევროპული უსაფრთხოებისთვის უკრაინის საკითხის გადაწყვეტა. აი დღეს კიდევ უფრო მაეწია მისი ხარისხი. ამიტომ ამ შემთხვევაში საქართველოს ცდილობს დღევანდელი ხელისუფლება სამწუხაროდ ცდილობს რომ იყოს რუსეთის ხარეს, ჩვენი ეროვნული და ისტორიული ინტერესია ვიყოთ დასავლეთის ხარეს. დასავლეთი იმას რომ შავი ზღვის რეგიონის ეს ქვეყანა და 2015 წელს ვარშავის ნატოს სამიტზე და არა მხოლოდ ვარშავის სამიტზე. არამედ საერთოდაც ხო რაღაც ისტორიული ურთიერთობები ჩვენ ჩამოგვიყალიბდა 35 წლის განმავლობაში სულ მინიმუმ დასავლეთთან. დაუშვებს კი მისი ლიდერი სახელმწიფო შეერთებული შტატების იმ კითხვას ვიუბრუნდები რეალურად, რომ ეს ქვეყანა ჩატოვოს, ეს ის ქვეყანაა თან, ბატონ ნიმა, რომელიც შეიძლება პლაცდარმად, რამდენად სწორი სიტყვა არ ვიცი, მაგრამ პლაცდარმად გამოიყენოს კავკასიის რეგიონში რუსეთმა, კავკასიის სხვა ორ სახელმწიფოზე რევანშისათვის. აი დასავლეთი ამდე ასე კონკრეტულად შეერთებული შტატები, ასე თუ უყურებს ამას თქვენი აზრით თუნდაც ალბათ კი, დიდი ალბათობით კი, მე ფიქრობ, იმიტომ რომ გამოძახილი, რომელიც ირანის პროტესტს მოყვა, ეს ცალსახაა, რომ ეხლა ვიღაცა შეიძლება გონია, რომ მართლა პროვოცირებულია დასავლეთთან, მაგრამ ამ კონსპირაციების მე არ ვჯერეს, არის უბრალოდ სამოქალაქო და სოციალური ჯანყია, ესე ვიტყოდი, პირველ რიგში სოციალური, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი სეკულარული ახალგაზრდული მოძრაობა შეერწყა და უზარმაზარი მასშტაბი მიიღო, გაორმაგდა ვიდრე წინა შემთხვევა იყო, მაგრამ და ყურადღება მიიპყრო. სენტიმენტები ესეთი თავისუფლებისთვის ბრძოლის ასე ვთქვათ, მიმართ ყოველთვის ჩდება. მის თუმეტეს ამერიკის შეერთებულ როგორც არ უნდა იყოს ტრანსფორმაცია, როგორც არ უნდა იყოს მათი სტრატეგიული ინტერესები ნაკლებად, ადამიანის უფლებები და დემოკრატია და მეტად სტრატეგიული ვთქვათ გეოპოლიტიკური ინტერესები, ამის მიუხედავად ეს ხალხი მაინც თავისუფალი საზოგადოების და თავისუფალი სამყაროს ლიდერები არიან და მათ ეს სენტიმენტები უჩნდებათ. ანუ ამ შემთხვევაში დიდწილად არის საქართველოს ჩვენზე დამოკიდებული, რამდენად ჩვენი ბრძოლა იქნება დაუღალავი და შეუპოვარი, ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ მივიპყროთ დასავლეთის ყურადღება და ცალსახარო დღეს კიდევ უფრო მეტად საკუთარი რესურსების იმედად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ყველაფერი რაც გლობალურად ხდება შეიძლება გახდეს ჩვენთვის მხარდამჭერი, მაგრამ არა გადამწყვეტი, ისევე როგორც ირანში. გადამწყვეტი არ იყო არც სანქციები, არა, წლების 50 წელია სანქციების ქვეშ არის, მაგრამ გადამწყვეტი არ იყო, მაგრამ სამოქალაქო ბრძოლამ და სამოქალაქო ასე ვთქვათ აღტკინებამ და თავისუფლების ბრძოლამ მიიყვანა იქამდე, რომ დღეს გარდატეხის და ესეთი სუსტი ყოველ შემთხვევაში რეჟიმი ირანის არ ყოფილა როგორც ხომ არ დაუშვა შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე თვის წინ პრინციპში მაინც ტაქტიკური მაინც თქვენ ისნებოთ ასე ვიტყვი. შეცდომა, როდესაც უკაცრავად სიტყვისთვის და არ ჩაკლა აიათოლების რეჟიმი, როდესაც მან ფორდოს პირთულ პროგრამაზე და არა მხოლოდ ფორდოს პირთულ პროგრამაზე მიიტანა ამბიორის ფირითით იერიში და რეალურად, ესე ვიტყვი თქვენ ისნებოთ, შეაჩერა მაინც ან გადაავადა, ან სლიან გაანადგურა. ხომ არ იყო აუცილებელი იქ, რომ აი ხსენებული ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესზე რომ საუბრობთ თქვენ და მართებული რეპლიკაა ეს და მართებული აზრია, ოდნავ მინავლებულია ახლა ლიბერალური დემოკრატია ან დემოკრატია ზოგადად და უფრო წინ წამოწეულია მინერალები, დილები და სახელმწიფო ინტერესი ტრანზაქციული ურთიერთობები კი ბატონო, ხო? ხომ არ იქნებოდა უპრიანი, რომ მაშინ ცხადია ისრაელთან ერთად დაესრულებინა აიათოლების რეჟიმი, ისი დასრულება შეიძლება მოუწიოს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ახლა იმიტომ რომ ირანელი ხალხი შეიძლება თავად ამ ბრუტალურ ძალას 2000 კაცია მართლა მოკლული ვერც მოერიოს იგრო. შესაძლებელია ძალიან სადაო საკითხი, მე მithumetes ახლა ირანის შიდა სისტემა და შიდა სიტუაციები არ ვიცი, უბრალოდ ერთადერთი რაც ყოველთვის გეოპოლიტიკურ ასე ვთქვათ სურათზე ჩანს ხოლმე, ამერიკა დღეს ცდილობს რომ ასე ვთქვათ შიდა პროცესებში ისეთი ინტერვენცია არ განახორციელოს, როგორც ერაყი იყო ან ავღანეთი, იმიტომ რომ გარკვეულ
გარკვეულწილად ეს თანამედროვე ვითარებაში ეს უკვე გაგრძობით ჩარევა და უზარმაზარ რესურსებს აღმოჩნდება რომ შეცდომა იყო. შეცდომა თავისთავად შეიძლება არ იყო თქვა ხუსეინის რეჟიმის დამარცხება და შეიძლება იმ მომენტში არ იყო მზად მაგალითად ხუსეინი რომ შეექმნა ატომური იარაღი, მაგრამ ამის ცდელობები რო იყო და რომ ის თქვა დესტრუქციული იყო ზოგადად დემოკრატიული საზოგადოების და დემოკრატიული თანამეგობრობის მიმართ ეს ფაქტი იყო. ანუ კიდევ ერთხელ სადაო საკითხია საერთაშორისო პოლიტიკის კუთხით, მაგრამ აქ გარკვეული გამართლებები არის მაინც, მაგრამ ის ფაქტი რომ დღეს აგეთი ნაბიჯის გადადგმა ბევრად უფრო მძიმე და ძვირიანი იქნება ამერიკის, რომელსაც შეიძლება სხვა უფრო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ინტერესები დააზიანოს, ამიტომაც როგორც ჩანს თავს იკავებს. როგორც მოხდა ვენესუელაში რეჟიმის ცვლილებაში არ შევიდნენ, იმიტომ რომ რეჟიმის ცვლილება გამოიწვევდა უზარმაზარ რესურსების ხარჯვას, რომელიც ქაოსაც და იქ დიდი არეულობები. ქაოსაც. ამიტომაც ეს კიდევ ერთხელ გამართლებული თუ არა, მე დიწილად სხვა ტიპის მოქმედებებს, მე უფრო ლიბერალი ვარ საერთაშორისო ურთიერთობებში, მაგრამ მე მესმის გარკვეული ინტერესების კუთხე და ლეგიტიმაცია როგორ შეიძლება იმოქმედოს, თუმცა კიდევ ერთხელ მგონია რომ სხვანაირადაც შეიძლება და მაგრამ ამ შემთხვევაში რეჟიმის ცვლილებებზე აქცენტების გაკეთება გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ რესურსების ხარჯვას, რომელსაც შეიძლება არ გამოიწვევს ისეთი ეფექტი, რამდენი რესურსაც აიღებს და სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დარჩეს, ანუ ამერიკის პერსპექტივიდან მნიშვნელოვანი საკითხები დარჩეს უყურადღებოდ. ანუ აქ რამ შემთხვევაში რა არის, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს ნეიტრალიზება ჩინეთის როგორც ძირითადი საფრთხის. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია დღეს მიუხედავად გამწვავებული სიტუაციისა რუსეთის მიმართ, ასე ვთქვათ, რაღაცა გარკვეულად მაინც დათმობაზე წავიდეს ამერიკის შეერთებული შტატები, ამოცანა აქ რომ არ მოხდეს, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული მყარი თანამშრომლობის ჩამოყალიბება რუსეთსა და ჩინეთს შორის. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ საფრთხე არის ჩვენთვისაც, იმიტომ რომ შესაძლებელია მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვს სენტიმენტები პროტესტების მიმართ, წინააღმდეგობის მიმართ, ეხლა ამ ეტაპზე საქართველოს შეიძლება იყოს უფრო დაბალ, ესე დღის წესრიგის უფრო დაბალ ნიშნულზე და რუსეთისთვის საქართველოს ბევრად რომ მაღალ ნიშნულზე. არა მარტო რუსეთი, სომხეთში და ბელორუსში, უკრაინაში ფაქტია და მოლდოვაშიც, ანუ პრაქტიკულად ის გრძელდება, ის რასაც ქართული ოცნება დღეს აკეთებს როგორც ხელისუფალი რუსეთის ინტერესების გატარებას, ამას აკეთებენ გარკვეული ოპოზიციური ძალები, როგორც მოლდოვაში, ისე სომხეთში. იგივე მეთოდებით, იგივე ფორმებით, იგივე პროპაგანდით, იგივე ინსტრუმენტებით, იგივე შავი ფური. სომხეთში ამასთან არა მხოლოდ ოპოზიციური ძალები, არამედ სომხეთის სამოციქულო ეკლესია. კი, ანუ იქ გარკვეული კავშირები, იქაც არის, ასე ვთქვათ, ძირითადი გაყოფილია, იქაც რაღაც მოკლედ შიდა დინამიკებია, მაგრამ რის თქმა უნდა, რომ ეს პროცესი გრძელდება, ანუ ეს რუსეთის უკანა ეზოს პრინციპი გრძელდება და არ არის გამორიცხული, თუ ჩვენ არ ვიქენით მაღალ დონეზე, ჩვენ მაგივრად ვერ იბრძოლებთ. თუ კი არა, არ იბრძოლებს არავინ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ უფრო დიდი ინტერესი ამ ეტაპზე რუსეთსა და ჩინეთს შორის არ ჩამოყალიბდეს თანამშრომლობა, ამიტომაც შესაძლებელია უფრო გარკვეულ კომპრომისებზე და თვალი დაიხუჭოს, თუ ჩვენ გვექნება. თუ ახლა როგორც მოლდოვაში, როგორც სომხეთში იბრძვის და ასე ვთქვათ, დემოკრატიული ძალები, პროდასალური ძალები თავის სიმაღლეზე ვიქნებით, მაშინ რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში ეს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ სირგულე არსებობს, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ეფექტური იქნება და ბევრად უფრო გამოყენებადი, მაგრამ თავისთავად ეს ყველაფერი არ მოხდება. არ მოხდება მარტო იმიტომ, რომ ასე ვთქვათ, ეს არ იქნება ფერადი რევოლუციების მსგავსი დომინოს პრინციპი, ან არაბული გაზაფხულის პრინციპი, რომელსაც ერთი მეორეს მიყვება, იმიტომ რომ ერთიც განსხვავებულ კულტურულ გარემოში ვარ და ის რაც ხდება ირანში, ის რაც მოხდა ვენესუელაში არ ნიშნავს აუცილებლად გამოიწვევს დისონანსს, იმიტომ რომ სულ სხვა წარმომავლობაა ქართულ პროტესტს, რომელიც უფრო ახლოს არის და კავშირში არის სერბეთთან და თქვა იგივე პოლიტიკურ პროცესებთან უნგრეთთან, ანუ ჩვენ ევროპული კულტურის, პოლიტიკური კულტურის ნაწილი გავხდით საბედნიეროდ, გარკვეულწილად, მაგრამ აი დომინოს პრინციპი სხვა პროტესტებთან ნაკლებად იქნება, მაგრამ თუ ჩვენ ასე ვთქვათ, ჩვენი დინამიკა იქნება, ასე ვთქვათ, ორიენტირებული შიდა რესურსებზე პირველ რიგში და ჩვენ გადავწყვეტ როგორი იყოს ჩვენი პროტესტი, ჩვენი დინამიკა, მე დარწმუნებული ვარ რომ ყურადღება იქნება. პლუს მე ახლა ცოტათი ნაკლებად ვისაუბრეთ, მაგრამ ევროკავშირის დღეს ესეთ გარკვეული შოკები მათთვის, რომელიც შოკია და დღეს ვხედავთ რომ რაღაცა ორ დღეში ერთხელ სამიტები იმართება და საუბრებია. ერთი რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა უკრაინის საკითხი, ისე მოგვარება როგორც ევროპულ პოლიტიკას ეკუთვნის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რომ არ დაკარგოს ევროპამ დემოკრატიული პერსპექტივები თუნდაც საქართველოში და კანდიდატ ქვეყნებში. ამიტომაც ევროპის ინტერესი დემოკრატიული საქართველოს მიმართ არის სტრატეგიული ინტერესი, ესე ვიტყოდი, მაგრამ არა დემოკრატიული საქართველოს საერთოდ არ ჟდება ევროპულ ინტერესში. ამიტომაც აი ჩვენ ამ რთულ კონფიგურაციაში ძალიან დიდი გამოწვევების პირას გვაქვს ასევე შესაძლებლობები, რომ უფრო საინტერესო გავხდით ეკონომიკურად რეგიონში და უფრო საინტერესო გავხდეთ ევროპული რეგიონისთვის, როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთი მონაწილე. მათ შორის ჩავზღვეზე უსაფრთხოების ერთ-ერთი მონაწილე და ამ უსაფრთხოების კონტექსტში ჩვენი კონტრიბუციის შემტანი, მათ შორის გვაქვს დაოდე რუცდაურიც არ უნდა იყოს ფართო საზოგადოებისათვის, ჩვენ გვაქვს რესურსები, შეიძლება გამოვნახოთ რესურსები, ალბათ უფრო სწორი სიტყვა, მათ შორის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მათ შორის თურქეთთან სამეზობლობისა და გამო
რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო მაყურებელმა ისის. ჩვენსავით კანდიდატია. მაგრამ ჩვენსავით კანდიდატია. კიდევ ერთი კითხვა სწორედ უკრაინასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს მესმის რო ვენესუელის ამბავმა ოდნავ გადაფარა მიმდინარე წლის დასაწყისში და ირანიც ერთგვარად გაეჯიბრა პროცესები, რაც მიმდინარეობს ჩვენგან არც თუ ისე შორს, ანუ 1000-1200 კილომეტრში, ანუ ირანში. მაგრამ რა სწორედ იანვარში დასაწყისშივე რა მოხდა უკრაინაში, ბატონ დიმა? მე ვგულისხმობ პირველ ყოვლისა პარიზის შეხვედრას, რა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე მივიდნენ მხარეები და ვინ მივიდა. მაყურებელსაც ესეც უთხრათ, იმიტომ რომ იქ იყვნენ პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებიც და იყვნენ პრინციპში ის ფლანგი იყო, რომელიც ითვლება უფრო, ასე ვთქვათ, რომელიც უფრო ახლოს და თან, ასე ვთქვათ, უფრო ინტენსიურად იყო. არ მოვიწოდს. არა, უფრო ნუ ესე იყო ხომ, განაწილებული იყო და თქვათ მოსკოვთან უფრო უთკოფი საუბრობდა და თქვათ აქეთ მხარეს სხვა. მაგრამ რეალურად ხედავთ რას პრინციპში, ანუ მანდაც ძალიან რთულია ბოლომდე დავინახოთ, იმიტომ რომ ევროპელებს შორის ძალიან კარგი ჰარმონიულია, ასე ვთქვათ, ურთიერთობები. ის რომ ბრიტანეთი, საფრანგეთი გადაწყვიტეს, რომ ისინი მზად არიან, აჩვენეს, რომ მზად არიან უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, გარანტიებზე, ძალიან პრაქტიკულზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ წინა უსაფრთხოების გარანტიაშიც ასევე ბრიტანეთიც იყო, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთიც, როდესაც უკრაინას ატომური იარაღზე უარი ათქმევინეს, ხო, 97 წლის მემორანდუმის გულისხმობ. დღეს უკვე პრაქტიკულ საკითხებზე საუბარი და ამ ორმა დიდმა სახელმწიფომ, რეგიონალურმა მოთამაშემ გადაწყვიტა, რომ მზად არიან თავისი პირობა დადეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ საკითხის, მაგრამ მთავარი მაინც გადაწყვეტა, როგორი იქნება ერთიანი ევროპული პოზიციები, როდესაც იქნება კიდევ შემდგომი სამიტი, როდესაც იქნება კიდევ ერთხელ გადაწყვეტილება, რომ რუსეთს რამდენი შეიძლება დაათმოვინო და რაზე შეიძლება წააყვანო და როგორი იქნება ეს შიდა დინამიკა. მაშინ, როდესაც რუსეთმა დაკარგა მთელი დასავლეთ ნახევარსფეროში ნებისმიერი გავლენები და პრაქტიკულად ესეა, ანუ მათ აღარ დარჩა შეიძლება რაღაც ელემენტები დარჩა, თქვა კუბაში რაღაც, მაგრამ ეს ძალიან დროებითია, მაგრამ პრაქტიკულად მათ აჩვენებს, არანაირი რესურსი არ აქვს და მისი მეძე არავინ არ უნდა იყოს იქ, სადაც მას მეტნაკლებად მეტი რესურსი აქვს, იქ შეიძლება უფრო გამწვავებული იყოს და აი აქ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გარდამტეხი ეტაპი იქნება შემდეგი შეხვედრა. მაგრამ ფაქტია, რომ თვითონ პარიზის სამიტმა აჩვენა, რომ ევროპაში არის ერთიანი ხედვა. ევროპა ხედავს გამოწვევს. ევროპა ხედავს, რომ მათ უნდა აიღონ თავიანთი თავზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა, თუნდაც ევროპული უსაფრთხოების კუთხით. და მათ შორის მერსის განცხადება, რომ ის იქნება დიდწილად პასუხისმგებელი. ეს გადააზრება რაღაცების არის ძალიან მნიშვნელოვანი. თურქეთის მონაწილეობის ფაქტორიც არის, ხო, მათ შორის სამართლის კონტექსტში განსაკუთრებით და თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ზოგადად, მათ შორის ამ ნაწილში და შავ ზღვაზე ხო განსაკუთრებით ეს პრინციპში თავარი გასაღების ფლობელი არის, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების კუთხით, ამიტომ თურქეთის მონაწილეობას ესეთ პროცესში კრიტიკულია, მაგრამ კიდევ ერთხელ მე მგონია, რომ ეს არ იყო საბოლოო გადაწყვეტილებები, ეს იყო ის, რომ ძალიან კარგი და სწორი და ძლიერი ხედვები აქვს ევროპას, მათ აქვს ერთიანი ხედვა, რაც პრინციპში აქამდე დიდი ხანი არ ქონიათ. შეიძლება ეს არ არის ევროკავშირის, ასე ვთქვათ, ფარგლებში ესე ვიტყოდი, მაგრამ გეოგრაფიულ ევროპას აქვს უკვე საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული თითქოს და ყალიბდება ერთიანი გეოპოლიტიკური ხედვა. აქამდე ეს არ იყო. ჩვენ კი ვახმობთ ხოლმე, რომ ევროკავშირის ვახსენებთ ხოლმე გეოპოლიტიკურ მოთამაშეს. ევროკავშირი დიდწილად როგორც ეკონომიკური მოთამაშე შედგა, მაგრამ როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშე არ იყო. და ეს დიდი დროიდან მოდის. მას აქვს შანსი, რომ გეოპოლიტიკური დღეს ხდება ტრანსფორმირდეს. აი ეხლა როგორც ჩანს, ხედავთ, რომ ეს იმდენად ინტენსიური და იმდენად კოორდინირებული ხდება ევროკავშირის არა, ევროპის ქვეყნების თანხმობა უსაფრთხოების კუთხით, ერთიანი ხედვა იმისი თუ რამხელა გამოწვევა თითოეული ამ ქვეყნისთვის უკრაინის შესაძლო ზიანი, მე ვფიქრობ, რომ ეს აყალიბებს უკვე ახალ შესაძლებლობებს, რომ მათ აჩვენებს, რომ ეს მომენტუმია, რომელიც უნდა გამოიყენონ, სხვა შემთხვევაში ევროპას როგორც ერთ დიდ პოლიტიკურ მოთამაშეს, ასევე დიდი საფრთხელის, თუ ვერ შედგენ როგორც, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე ყველა ეს გადაწყვეტილება, რომელიც ამ ბოლო პერიოდში არის, აჩვენებს, რომ ევროპა როგორც ერთიანი გეოპოლიტიკური მოთამაშე ამ როლს იძენს. თურქეთი ცოტა განსხვავებულია საფრთხეებს, მათ შორის ეს პრაქტიკულად ბოლო კითხვა, ბატონ დიმა, მოგრძნობს საფრთხეებს, დამოუკიდებლად იმისა, რუსეთი ამ სამშვიდობო გეგმას, ან გეგმებს დათანხმდება თუ არა 20 პუნქტიან, 19 პუნქტიან 28 მნიშვნელობა აქვს, არაფერს არ იხებს პუტინის ხელისუფლება და უშუალოდ პრეზიდენტი პუტინი, მანამ სანამ არ დაუთმობენ მინიმუმ დონბასს, რომელიც რეალურად უმნიშვნელოვანესია რუსეთისათვის, თუნდაც იმიტომ, რომ უკვე სხვა ქალაქებზე მენე მიიტანოს იერიშები გულისხმობ ხარკოვს და არა მხოლოდ ხარკოვს, იდეაში რეჟიმ ჩეინჯი უნდა უშუალოდ კიევშიც და ეს კიდე ცალკე სალაპარაკო თემაა, მაგრამ დამოუკიდებლად იმისა, რუსეთი ამ პირობებს მიიღებს თუ არა, რუსეთის ევროპის ერთიანობა აუცილებელია, იმიტომ რომ საფრთხეები როგორც ასეთი, მათ შორის აღმოსავლეთ ფლანგის
მაგალითად კალინინგრადისაკენ სუვალკის დერეფანის მიმართულებით ან ესტონეთისკენ მაგალითად და ასე შემდეგ რეალურია და მაყურებელს ესე აუხსნათ და ხო, ნუ ამ შემთხვევაში ის ვერსია, რასაც რუსეთი თავაზობს, ფაქტია, რომ ეს არის დროის მოგების, იმიტომ რომ მან მოახდინოს, ასე ვთქვათ, დასვენება და აღდგენა ძალების და შესაბამისად ამას ხვდება უკრაინა და ევროპაც, რომ ეს შესვენება რუსეთისთვის იქნება ძალების მოკრეფის და მერე შემდგომი შეტევებისთვის და ეს შემდეგი შეტევა მისი არ იქნება, რა თქმა უნდა, პარიზი და არ იქნება ლონდონი, მაგრამ ეს იქნება ბალტიისპირეთი, იმიტომ რომ ბალტიისპირეთი დღეს ნატოს, ასე ვთქვათ, ნატოს მიერ დაკეტილი ზღვა არის რუსეთისთვის და მათთვის ეს დიდი პრობლემა არის, შეიძლება იყოს პოლონეთი, ანუ ის იმპერიული ერთ-ერთი ეს იყოს ჰიბრიდული ელემენტების გაmoqeნება ცალკეულ უკვე არის. ჩვენ დავინახეთ, რომ არაკონვენციული სხვა ელემენტები. რუმინეთშიც კი იყო არჩევნებში ჩარევის საკითხი და იგივე ფორმებით რა საქართველოში მოხდა, ეს გარკვეული სოციალური ქსელები და გარკვეული კოლცენტრები და ამ ტიპის საქმიანობით, შავი ფულის დარიგებები და რაღაცები, ანუ ამ ტიპის ჰიბრიდული მონაწილეობა უკვე არის და ეს ახალი არის. გადარჩა რუმინეთი და პრინციპში მე დაეხმარა ის რომ ერთობლივად აერიდეს უკვე მოლდოვამ და რუმინეთმა უკვე რუსეთის ჩარევები თქვა მათ საარჩევნო პროცესში ეს ძალიან მსგავსია ის რაც ხდება დღეს მაგალითად სომხეთის ოპოზიციაში როგორც ასე ვთქვა წელსელის წელს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია სომხეთის არჩევნები რომელსაც დიდი ალბათობით გარანტირებულად იგებს უკვე პაშინიანის პარტიას ეს კონტრაქტი მაგრამ მეორე მხრივ არის რეფერენდუმი, რომელიც ასევე ძალიან მწვავე საკითხი, იმიტომ რომ რეფერენდუმის ჩავარდნამ შეიძლება ძალიან ახალი პოლიტიკური კრიზისი შეიყვანოს პაშინიანის მთავრობა და ეს ახალი გამოწვევა. ანუ აქ რუსეთის როლი არის და ის როლია და მე ცოტა ხნის წინ ვიყავ სომხეთში, ესე ვთქვათ, ერთგვარი პოლიტიკური fact find mission მქონდა რა, შევხვდი სხვა პოლიტიკურ და არასამთავრობო ორგანიზაციებს და აი ინსტრუმენტები, რომელიც ის საკითხები, რომელიც არის წამოწეული და როგორც არის ეს წამოწეული ძალიან გავს იმას, თუ როგორ ხდებოდა საქართველოს, როგორ ხდება ყველა სხვა ქვეყანაში. ერთ და იგივე მექანიზმი, როგორც ამ შემთხვევაში საქართველოში თომას ხელისუფლება თვითონ ახორციელებს, სომხეთის შემთხვევაში ეს ძირითადად ოპოზიციის მიერ ხორციელდება, მოლდოვაშიც იგივე, მე ჩემ პოლიტიკურ მეგობრებთან მქონდა კომუნიკაცია და ზუსტად იგივე, ასე ვთქვათ, იგივე მეთოდებს აღწერენ ისინიც, როგორ ხდებოდა ამ შავი ფულის პრაქტიკულად ტრიალი, ოღონდ კიდევ ერთხელ ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ ეს პროცესი არის, მაგრამ გეოპოლიტიკური, ასე ვთქვათ, სამხედრო ინტერვენციის საფრთხეები არის უშუალოდ თუ მათ შორის, როგორც თქვი, კალინინგრადი, რომელსაც ვთქვათ, ერთგვარი ექსკლავი არის ევროპაში და მასთან დაკავშირებით სასიცოცხლო მნიშვნელოვანია, ბალტიისპირეთში გასვლა, ანუ ესტონეთი და ლატვიის შემთხვევაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ ასე ვთქვათ, აღიდგინოს და თუ მათ რუსეთს მეხუთე მუხლი გამოსცადოს და გამოსცადოს, ხო, პრაქტიკულად ამ შემთხვევაში როდესაც ესეთი დაძაბული არის და ნახოთ კიდევ ერთხელ დანიის საკითხი მნიშვნელოვნად განაპირობებს როგორი იქნება ნატოს შემდგომი სიმტკიცე, იმიტომ რომ თუ აქ დისონანსი გაგრძელდა და ეს დისკუსიაც კი გაგრძელდა, რაც დღეს არის, ეს უკვე დამაზიანებელია ნატოსთვის, როცა ესეთ საკითხზე დაობს ორი ნატოს წევრი ქვეყანა, დიდი ალბათობაა იმის, რომ ისინი ერთმანეთს აღარ დაიცავენ და ჩვენ ვიცით, რომ მეხუთე პუნქტი იმ შემთხვევაში მოქმედებს, როცა ერთსულოვნება არის. ამიტომაც ეს მაღალი კითხვა, ძალიან დიდი კითხვის ნიშანი, რომელიც გაჩნდა დანიის, ასე ვთქვათ, გრენლანდიის გამო. ეს არის სარგებელი რუსეთისთვის, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს. ამიტომაც ევროპა დღეს როგორც არასდროს ხვდება, რომ მისი ერთიანობა და ერთიანი კონფიგურაცია, როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, როგორც უსაფრთხოების გადაწყვეტილებებში არის გარდაუვალე. აი ეს საკმაოდ რთული პროცესია. ამ ნაწილის ამის მონაწილე უნდა ვიყო ჩვენც, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია კონტრიბუტორები. ჩვენ ვარ ექსკლავერტი, ჩვენ ვცდილობთ რომ სიჩუმით რუსეთის, ასე ვთქვათ, რუსეთს ვასიამოვნოთ, რომ ჩვენ არაფერში არ ვერევი და არ გვეჩხუბო ბიძე, იმიტომ რომ აგერ კარგად ვარ და თან რაც თავარია შავფულსაც გაგითეთრებ, გავატარებთ, რაღაცებს გავაკეთებთ, რაღაცა პორტებსა, ჩრდილოვან ფლოტსაც მივიღებ, ნავთობსაც გავაკეთებ. ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ შენ ცოტა ფული დამიტოვე, რომ მაგრამ ხო, ვიარსებო, რეჟიმა იარსებოს, თორე ეს არ არის ქვეყნის განვითარებაზე, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ მართლა ფერარებად გადაიქცა ქალაქი, 150 ფერარია ორ სამთვეში გაყიდული. ახლა წარმოიდგინე, ესეთი არ ხდება უდიდეს ქალაქებში, მაგრამ რატო? იმიტომ რომ ეს მარტივი მოპარული ფულია და ამ ფულს ხარჯავენ იმაში, რომ თავისთვის კაი ცხოვრება მოძ. აი ეს პროვინციული ფეოდალიზმი, ეს არ არის ქვეყნის განვითარება, ეს არის პროვინცია, ეს არ არის ეფექტური ავტორიტარიზმი, ეს არ არის ლუკაშენკო, რასაც აგერ ლუკაშენკო პირველ ეტაპზე რაც გადაარქვის, მამა დაარქვის, იმიტომ რომ ხალხი გამოყვება, სამსახური მიცა, კი ავტოკრატიული მეთოდებით, მაგრამ რაღაცა კარგიც გააკეთა. აი ეს
ისინი მარტო იმისთვის რომ რაღაცა ელიტამ ფერარები იყიდოს და ლამბორჯინები მთელი საქართველოს მთელი ეროვნული ინტერესი გაყიდეს თავისი პერსპექტივები და მომავალით და დაუპირისპირდა ყველა ჩვენ ტრადიციულ პარტნიორს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი ამ მომენტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი შიდა რესურსების, შიდა ადამიანური რესურსების მობილიზება, რომ ვიბრძოლოთ, რომ ეს არ დაუშვათ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თუ ჩვენ დავრჩით და გავფორმდით საბოლოოდ როგორც უკანა ეზო რუსეთის, ეს ძალიან დიდი ხნის ეტაპი იქნება. ეს ძალიან დიდი ხნის, ასე ვთქვათ, პერსპექტივა იქნება მერე. იმაც კიდიშვილი იყო ჩემი სტუმარი. მადლობა.